ესმის დღეს რა ხდება საქართველოში. დღეს რას ცდილობს ის არალეგიტიმური ხელისუფლება, რითაც უნდა რომ გააჩეროს ხალხის ხმა, ხალხის პროტესტი და რაღაცნაირად გადააგოროს ეს სიტუაცია, მაგრამ ყველას ესმის რომ თუ არა ახალი არჩევნები, თუ არა ხალხისთვის საშუალება რომ თავისი მომავალი და თავისი ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში, უფრო ღრმა ჩიხში შევალთ. მე შევხვდი ასევე ეხლახან ევროპულ საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომელიც ცოტა არიან გაუგებრობაში, მე მგონი დღევანდელ დღეს კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე აუხსენი ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისგებელი ერთ რამეზე და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანების თავისუფლება. მე ეს ძალიან ნათლად აუხსენი გენერალ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არ აღიარებული არავისგან ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რა რუსული კანონი, ვის რა აინტერესებს რუსული კანონით შეცვლა თუ არ შეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე. პროვოკაციული არის ის, რაც მოვისმინეთ დღეს, რომ გუშინდელი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ დაასანქციროს ის მაღალჩინოსლები, რომელიც არიან პასუხისგებელი ძალადობაზე, ამის პასუხი იყოს ის, რომ დე-ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ ჩვენ დავაჯილდოებთ, როგორც კი დე-ფაქტო პრეზიდენტი იქნება ინაუგურირებული, დავაჯილდოებთ ღირსების ორდენით იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც არიან უშუალოდ პასუხისგებელი რეპრესიებზე, ძალადობაზე და იმ მე ვიტყვი პირდაპირ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ყველაფერი ნათელი არის, მე მგონი რომ ჩვენი გზაც ძალიან ნათელი არის, არაფერში არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა შეგვეშინდეს, მშვიდობიანი გზა წინ არის და ყველაფერი ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ჩვენ ამას ვნახავთ ამ დღეებში და ამ კვირებში კიდევ უფრო და უფრო ნათლად.